რუსთაველის გამზირზე ისევ არის ხალხმრავლობა შეიძლება ვთქვათ, აქ არის სხვადასხვა სტენდი, სხვადასხვა ადგილი, თვითნებურად შეიძლება ვთქვათ, გაკეთებული მოქალაქეების მიერ, ვინაიდან წელს 26 მაისი თქვენს არაერთხელ ვისაუბრეთ გადაცემის მსვლელობისას, რომ რაც განსხვავებულად აღინიშნა ყოველი შემთხვევისთვის არ იყო ოფიციალურად ის სტენდები ან გამოფენა, რასაც ყოველთვის ჰქონდა ყოველწლიურად ადგილი. ახლა მე ვიმყოფები ახალი თაობა საქართველოს, სადაც მოსულ ადამიანებს შეუძლიათ რომ წერილები მისწერონ პატიმრებს, პოლიტპატიმრებზე აქ უნებრივია საუბარი და საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდის, რასაც უყურებ, ბოლო 15 წუთია აქ ვარ. ვადო მაჭავარიანია ჩემს გვერდით, ვადო მოგესალმებით. რო გითხრათ, რამდენად ბევრი ადამიანი მოდის გილოცავთ პირველ რიგში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და ასე ვთქვათ, რამდენად დაინტერესდა ხალხი და არის რამდენად ბევრია მსურველი იმისა, ვისაც სურს რომ თავისი სურვილი ან არ ვიცი, რაიმე მიწეროს პატიმრებს. მოგესალმებით პირველ რიგში ულოცავ მთელ საქართველოს ჩვენ თავისუფლების, ჩვენ დამოუკიდებლობის დღეს და ეს არის დასაცავი დღეს. ეს არის დასაცავი და ჩვენი თავისუფლება, ჩვენი დამოუკიდებლობა იწყება ყველას და მთელი საქართველოს და საქართველოს სახე დღეს ეს ბიჭები და ამაღლობელი არიან რეალურად, იმიტომ რომ რეალურად აქ წყდება ბედი ამ ქვეყნის თავისუფლების, ეს ბიჭები თავისუფლებისთვის ზიან, ამ ქვეყნის თავისუფლების ბრძოლისთვის ზიან და ბევრი ადამიანი არის, შორის ბევრი ადამიანის წერილი გვაქვს, უკვე ბევრი ადამიანი მოდის, ძალიან აქტიურად იღებს ხალხი მონაწილეობასაც, გვახარებს ძალიან, წიგნებსაც უგროვებთ პატიმრებს, სინდის პატიმრებს და რა ვიცი, დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს თავისუფალ ქვეყანაში ამ ბიჭებთან ერთად შევხვდებით უკვე რუსთაველის გამზირზე საზეიმო მდგომარეობაში. დღეს კი და 25-26 მაისს ჩემი სურვილი იქნებოდა რომ დაგვეცვას ჩვენი სამშობლოს, ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და რეალურად მისი მამული ცენას და სარწმუნოებაც. ბატონო, მადლობა დიდი. ესე გადავინაცვლო გვერდით სტენდზე, სადაც ცალკე არის შეიძლება ვთქვათ, სურვილები მზია ამაღლობელს და ხედავთ რიგსაც იმ ადამიანებისა, რომლებიც ჟურნალისტ პატიმარს ამ შემთხვევაში პოლიტპატიმარ ჟურნალისტს უგზავნიან თავიანთ სურვილებს, ასევე გამოცემა ბათუმელების ნომერიც არის სპეციალურად. თუ შეიძლება გავესაუბრები წარმომადგენელს, გამარჯობა. ტელეკომპანია ფორმულადან ვარ, თუ შეიძლება გითხავთ, რამდენი ადამიანი, ბევრი ადამიანი შევნიშნე, ვინც აქ მოდის და ეცნობა ბათუმელებსაც, ასევე მზიას სურვილებსაც უგზავნიან. რო გითხრათ, ინტერესზე კიდევ ერთხელ თქვენი პოზიცია მზიამაღლობის საქმესთან დაკავშირებით და მის ირგვლივ განვითარებულმა. ბატონო, თქვენ ახლა იმყოფებით მედიის ადვოკატირების კოალიციის სტენდთან. ჩვენ აქ ვართ დაახლოებით 3 საათიდან და არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი. და ეს იყო ყველა საკობრივი ჯგუფი, ხანდაზმულები, ბავშვები, ახალგაზრდები, რომლებიც მოდიან და წარმოუდგენელ მხარდაჭერას გამოხატავენ მზიამაღლობელის მიმართ. ყველა არის შთაგონებული მისი გამძლეობის და მისი ბრძოლის უნარით და მზიას ხარდაჭერის გარდა მზიას ხარდაჭერა მათ სხვადასხვა გზით შეეძლო და ერთ-ერთი იყო წერილების გაგზავნა მზიასთვის და 100 მეტი წერილი გაიგზავნა. ძალიან გვიხარია ესეთი ხარდაჭერა და აქტივობა და გარდა ამისა ჰქონდა ტესტი მედიის შესახებ და დიდი აქტივობა იყო ასევე ამ ტესტის დანიშნულება იყო ერთი მხრივ ის რომ გაგვეგო ვის რაც ოდნა აქ მედიის მნიშვნელობაზე დემოკრატიულ პროცესში და მეორე მხრივ ვინც არ იცოდა რომ გაეგო მედიის თავისუფლების როლი ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის. საკმაოდ ესეთია. მადლობა თქვენ. ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სწორედ მედიის დიახ, იმიტომ კი ბატონო და აქ არის მთავარი ერთ-ერთი ბანერიც თავისუფლება მზიას. აქ ხედავთ ასევე უკვე გამოფენასთან არის ხელწერილები, საკმაოდ დიდია ესეც საქართველოს მოქალაქეებისა სურვილები, მოქალაქეების პირველ რიგში ბუნებრივია, ასე ვთქვათ, დაწერილი ხელმოწერები და ნებისმიერი რამ, რაც მათ სურდათ რომ დაეწერათ. თავიანთი სურვილებიც არის ბუნებრივია. უკვე გზის მეორე მხარეს აქვე გიორგი სუსუნაშვილთან ერთად ვაგრძელებ მუშაობას და შევეცდები გაჩვენოთ თუ კი დრო გვაქვს რუსთაველის გამზირზე გამოიფინა ბანერები და ეს ბანერები არის სწორედ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით ერთის მხრივ და მეორეს მხრივ აქ არის მოკლედ ინფორმაცია
იმაზე თუ რაც დაუშავა რუსეთმა ჩვენს ქვეყანას და მთავარი ეს არის ერთ-ერთი ბუჩამდე იყო აფხაზეთი, ეს არის ფილმი, რომელიც უკვე არის გამოსული ბუნებრივია და ამ ფილმში მოთხრობილი არის დეტალურად ცოცხალი გმირების მიერ, თვითმხილველების მიერ შეიძლება ვთქვათ იმისა, თუ რას აკეთებდა რუსეთი, რუსი სამხედროები აფხაზეთში და რომ მათ მოაწყეს რეალურად საქართველოს მოქალაქეების გენოციდი. აი აქ თქვენ ხედავთ ეხა გენოციდის ჩამდენი რუსი სამხედროების ფოტოები, მათი სახელები და გვარები, მათ შორის არიან ისინიც, ვინც უკრაინაში უკვე რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდგომ იმყოფებოდნენ. უკვე პარლამენტის წინ კი ეწყობა ეკრანი, სცენა შესაბამისად არის მოლოდინი ბუნებრივია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით და ხედავთ რომ საზოგადოება სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები ზეიმობენ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს.